გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის წარუმატებელი მანევრი, როგორ აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები დღეს გაიხსნება, ერთ-ერთი მთავარი გამომცვლელი დონალდ ტრამპი იქნება. დებატებს მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაესწრება. სოფო ბერიძე ნიუ-იორკიდან. რამდენიმე საათში გაიხსნება გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები და ახლა მთელი ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, თუ რა სიტყვის ამერიკის 47 პრეზიდენტი უმაღლესი ტრიბუნიდან. დონალდ ტრამპი გენერალური დებატების პირველი დღის მთავარი მომხსენებელი გახლავთ, ისევე როგორც დღეს დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის პრეზიდენტი. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხელმძღვანელობს, ბუნებრივია გენერალურ დებატებს დაესწრება. დღესვე პრეზიდენტი ყაველაშვილი მიწვეული გახლავთ დონალდ და მელანია ტრამპების სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, სადაც იქნება ყველა ლიდერი, რომელიც ახლა გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფება. საქართველოს ელჩი გაეროში გვეუბნება, რომ ზოგადად ასეთი ტიპის მიღებები კარგი შესაძლებლობა არის ლიდერებს შორის კომუნიკაციისა და ასევე კარგი შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ აქტუალურ საკითხებზე ლიდერებმა პოზიციები გაცვალონ. საქართველოს დელეგაცია დაესწრება გაეროს გენერალური მდივნის, გენასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებს, ასევე ერთ-ერთი პირველი გამოსვლელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლის გამოსვლასაც ასევე დაესწრება საქართველოს დელეგაცია, ხოლო დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი არის მიწვეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. ეს არის მაღალი დონის მიღება, რომლის ფარგლებშიც მოწვეული არიან მსოფლიოს ლიდერები, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა სხვა ლიდერს, ექნება ერთმანეთთან კომუნიკაციის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ქვეყნის ეროვნული დღის წესრიგის, გაცნობის, ინტერაქციის შესაძლებლობა. საქართველოს დელეგაციაში, როგორც იცით, იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელსაც უკვე ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა საკუთარ კოლეგებთან. გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა დისკუსიაზე, რომელიც დაკავშირებული იყო ქალთა უფლებებთან. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოსთვის ქალთა უფლებების დაცვა დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია. მაკა ბოჭორიშვილის სიტყვა არ ეხებოდა მხოლოდ ქალების უფლებებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე, ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ზოგადად ქვეყნების განვითარებაში ქალების როლზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშაა. ბოჭორიშვილის გამოსვლა შეეხებოდა ბუნებრივია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. 30 წლის წინ პეკინის დეკლარაციამ და სამოქმედო პლატფორმამ მსოფლიოსთვის გარდამტეხი გზა გაკვალა ქალთა და გოგონათა თანასწორობის ღირსებისა და შესაძლებლობებისკენ. დღეს, როდესაც ამ საიუბილეო თარიღს ავღნიშნავთ, კვლავ უნდა დავუბრუნდეთ პეკინის დაპირების შესრულებას. უნდა დავფიქრდეთ არა მხოლოდ მიღწეულ პროგრესზე, არამედ იმ გამოწვევებზეც, რომლებიც კვლავ არსებობს ქალთა გაძლიერების, ინკლუზიისა და თანასწორობის დღის წესრიგის წინსვლის ფონზე. მშვიდობის გარეშე ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშ დგას. კონფლიქტები არაპროპორციულად აზარალებს ქალებსა და გოგონებს. ძალადობის, იძულებითი გადაადგილებისა და ეკონომიკური სირთულეების გზით. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც არ არის იმუნური. საქართველო კვლავაც აწყდება უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციით. იქ მცხოვრებ ქალთა უფლებები მუდმივად ირღვევა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ უზრუნველყოფს ქალების მნიშვნელოვან ჩართულობას მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. ეკონომიკური განვითარება გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის რესურსს, სამუშაო ადგილებსა და სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა სრული რეალიზაციისთვის. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
ეკონომიკურ განვითარებაში. უკვე 10 წელია ზედიზედ საქართველოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, რაც უზრუნველყოფს საგრძნობ უცხოურ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ძალის განვითარებას. ამავე დროს ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგით უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გაძლიერებული და განათლებული ქალები, რომლებიც ცოდნით, უნარებითა და თავდაჯერებულობით არიან აღჭურვილები, არა მხოლოდ ოჯახების კეთილდღეობას უწყობენ ხელს, არამედ მომავალი თაობების წარმატებასაც. თანასწორობა ვერ მიიღწევა იქამდე, ვიდრე ყველა ქალი თავს უსაფრთხო და არ იგრძნობს. საქართველო აქტიურად მუშაობს ამ საკითხის გადაწყვეტაზე საკანონმდებლო რეფორმების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. თუმცა ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი 38.2% დუმს იმ ძალადობაზე, რომელსაც განიცდის. ჩვენ უნდა დავარღვიოთ დუმილი. თითოეული სტატისტიკის უკან დგას ისტორია, ქალი, რომელიც სამართლიანობას ელის, გოგონა, რომელსაც შესაძლებლობა სჭირდება. თუ ნამდვილად გვინდა, რომ პატივი ვცეთ პეკინის სულისკვეთებას, უნდა დავწმუნდეთ, რომ არც ერთი ქალი არ დარჩება უხილავი ან დაუცველი, ან ისე, რომ მას არ მოусმინოთ. დღეს წარმოთქმული სიტყვები უნდა გადაიქცეს რეალურ დაცვად, მდგრად გაძლიერებად და ხელშესახებ პროგრესად ყველასთვის. ჩვენ უნდა ავაშენოთ მომავალი, სადაც თანასწორობა მხოლოდ მისწრაფება კი არა, არამედ ყოველდღიური რეალობა იქნება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, სადაც ბუნებრივია საუბარი იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და ასევე, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს გაეროს უმაღლეს ტრიბუნას და ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რა პროგრესს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ გაეროს პრინციპებთან მიმართებით. ასევე ვიცით ის, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ექნება შეხვედრები კოლეგებთან. ეს სოფო ბერიძე იყო. ხელოვნური თამაშგარემდგომარეობის წარუმატებელი მანევრი ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ტაქტიკა უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა ქართულმა ოპოზიციამ ეს გეგმა ცუდად შეასრულა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების შეცდომების აღიარებისთვის შესაბერისი მომენტი და კარგი შესაძლებლობა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირების და არათანამშრომლობის მანგიერი წრე. ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარემდგომარეობის შექმნა ქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. ჩვენ ახლა სწორედ ამგვარი წარუმატებელი მანევრის მოწმენი ვართ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოპოზიციის მიერ ცუდად შესრულდა. უკვე თითქმის 1 წელია ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა ნაცვლად ჩიხში შეყვანისა ქართული ოცნება კიდევ ერთი. ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა მცდარად ივარაუდეს, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელების და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავად სახსენებელი ენჯაუ კარტელის ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი უცხოელი ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით პირდაპირ შეუერთდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ვა-ბანკზე წავიდა, დაუპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას. თუმცა ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით უცხოელების მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. მათმა კამპანიამ, რომელიც არჩევნებს გადამწყვეტ რეფერენდუმად წარმოაჩენდა და ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, გაამართლა ოღონდ საპირისპირო შედეგით. არჩევნებზე მოსული მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჩვენი მოსახლეობის ის მდუმარე უმრავლესობა აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად გაიგო რეფერენდუმის რეალური არსი და ხმა მისცა ქართულ ოცნებას და საქართველოს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს და არა ოპოზიციასთან ასოცირებულ ძალადობრივ და ბნელ წარსულს. რადგან უცხოელებმა ასე ღიაც დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღება მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. ეს ყველაფერი ძალიან ირაციონალური იყო, რადგან ოპოზიციამ 150 მანდატიდან 61 მიიღო, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა კიდევ ერთხელ დაიზიანა თავი ხალხის ნდობა, უარყო და პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა.
არჩევნების უარყოფის პოლიტიკა მანკიერი წრეწარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ. თუმცა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკა არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად არჩევნები დროულად ტარდება. 4 ოპოზიციური პარტიიდან 2, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. ქართული ოცნება არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზადება. ამასობაში ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას. ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის კაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამე თუ ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცის ქვეშეთში. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა. ქრონიკის ინფორმაციით სოციალური სამართლიანობის ცენტრის, იგივე EMC-ის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ქრონიკა EMC-ისთან დაკავშირებას ცდილობს, თემაზე პოლიტიკურ შეფასებებს უკვე მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და ამავე დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. იმსჯელეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებულ sapolitsio ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის, ტრაფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგისა და დუშეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა. დაკავებულთაგან ერთი რუსეთის მოქალაქეა. მათ ბრალი ედებათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვაში, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა კულტივირებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა და 10 ძირი მცენარე კანაფი მტკიცება დამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით კუბის მოქალაქე დააკავეს. ის სამართალდამცველებმა ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს. სარეალიზაციოდ დაფასებული 17 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა. ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცება დამოიღეს. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა, 3-ვე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, ხოლო ერთი კი სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდისავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა. ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ ჯამში ამოღებულია 4034 ლარი, 2617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257834 რუსული რუბლი და 87301 სომხური დრამი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე. ოპოზიცია 4 ოქტომბრის აქციისთვის ებზადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ კონკრეტულ გეგმებზე საუბრისას სპეცრაზმელების რაოდენობაზე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ისაუბრა. ნინი გოგიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში თემით. 4 ოქტომბრის დღესთან დაკავშირებით საუბრის დროს ჯერ კიდევ სატელევიზიო ეთერში ანა წითლიძემ თქვა, რომ საქართველოს სპეცრაზმი ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ მათ. მაშინ, როდესაც ისინი საუბრობენ მშვიდობიან დამხობაზე და ირწმუნებიან ამ ხნის განმავლობაში, რომ მათ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია იქნება მშვიდობიანი, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, თუ რატო საუბრობენ სპეცრაზმელების რაოდენობაზე და საერთოდ იმაზე, რომ ხელისუფლება შეიძლება დასჭირდეს სპეცრაზმელების გამოყენება. ეს კითხვა დღეს ჩვენ დაუსვით ანა წითლიძემ, იგივე გაიმეორა სპეცრაზმელებთან დაკავშირებით, თუმცა ირწმუნება, რომ მათი აქცია იქნება მშვიდობიანი. მაშინ რატო საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ აფრთხილებენ სპეცრაზმელებს, რომ არ გასცენ კანონის ჩარჩოს, ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს და მხოლოდ იმას იმეორებს, რომ მაგალითად ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციები იყო მშვიდობიანი და საჭირო გახდა სპეცრაზმელების ჩართვა ამ აქციების დროს. განმეორებით ჩვენ დავუსვით კითხვა, იყო თუ არა ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული აქციები მშვიდობიანი, ეს მაშინ, როდესაც მათ შორის მედია არქივი ძალადობის არაერთ კადრს ინახავს, თუ როგორ იყენებდნენ აქციის მონაწილეები, მათ შორის სპეცრაზმელების მისამართით ფეიერვერკს, თუმცა ანა წითლიძე ჩვენთან საუბარში ირწმუნება, რომ ნოემბერ-დეკემბერში იყო აქციები მშვიდობიანი და ასეთი მშვიდობიანი აქცია იქნება 4 ოქტომბერსაც. რაც შეეხება მართველი გუნდის შეფასებას, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, სახელისუფლებო პარტიას აქვს მოლოდინი, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი მოკავშირეები მაქსიმალურად შეეცდებიან პროცესების ესკალაციას, თუმცა ისინი ურჩევენ ოპონენტებს, რომ არ გაცნენ კანონის ჩარჩოს. 4000 GDD-ს თანამშრომელი ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს. მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები. ნოემბერ-დეკემბერში აქციები იყო მშვიდობიანი, გამოვიდნენ სპეცრაზმელები, მაშინ, როდესაც აქციები იყო მშვიდობიანი, ამას ამბობ. კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ მაშინაც მშვიდობიანად. ეს არის კიდევ ერთი დასტური მეორე მხრივ იმისა, რომ რადიკალებს ისევ და ისევ დღის წესრიგში აქვთ ის, რომ ძალადობრივი გზით შესაბამისი ექსტრემისტული დაჯგუფების და დაჯგუფებების მობილიზების გზით შეეცადონ სიტუაციის არევას და მათ შორის 4 ოქტომბერი დაამსგავსონ იმ დღეებს, რაც ჩვენ ვიხილეთ თუნდაც გასული წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში. ფაქტია, რომ ეს წამოწდენა, რაც წითლიძემ გააკეთა, თუ პირდაპირ აღიარება გულისხმობს იმას, რომ მშვიდობიან აქციას და სიტყვისა და აზრის გამოხატვას არ ჭირდება სპეცრაზმის სახელმწიფოს მხრიდან. მშვიდობიანი აქციები ტარდება მშვიდობიანად ყოველგვარი ძალმომრეობისა და ძალადობის გარეშე, რასაც ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოებიდან არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული პასუხის გაცემა. როცა ვსაუბრობთ სპეცრაზმზე, ესე იგი ვსაუბრობთ იმაზე, რომ აპირებენ და ემზადებიან ძალმომრეობისთვის და ძალადობისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. არავის თითი არ გადაუცდეს. ყველა ვინც გადაწყვეტს ქვეყანა არიოს, ხალხს წაართვას არჩევანის უფლება და საკუთარი ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკური მოსაზრებები მოახვიოს თავზე, ბუნებრივია ყველას სახელმწიფო სათანადო პასუხს გაცემს.
ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ მათ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი, ირწმუნებიან, რომ იქნება მშვიდობიანი ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ დღემდე არაერთი კადრის მიუხედავად, რომ გასულ წელს დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები იყო მშვიდობიანი. პირდაპირ ეთერში ნინი გოგიშვილი საუბრობდა. რას პირდება ლელო თბილისის ირაკლი გუბრაძის გამარჯვების შემთხვევაში? ალეკო ელისაშვილმა დაპირებებს შორის დაასახელა გაფიცული მუნიციპალური სამსახურები და საპროტესტო აქციები. მეგინ არსავიძემ მოისმინა ელისაშვილის ამ განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები და ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ხაზარაძე ჯაფარიძის ლელო არის პოლიტიკური ძალა, რომლის საარჩევნო კამპანიასთან და კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებამ შეძება ითქვას, რომ არაფერი იცის. ახლა როგორც ჭირკვევა და როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, პარტიაში არაფრის გაკეთების რესურსი და სურვილი არ აქვთ, ამიტომ გაფუჭებას აანონსებენ. ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში თბილისში მოხდება ქალაქის პარალიზება და შეწყვეტს მუშაობას მერიის სხვადასხვა სამსახურის. სწორედ ეს არის ის, რითაც ლელო გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს ემუქრება და აცხადებს, რომ ეს არის მათი დაპირება. ასევე ლელოს კანდიდატი თბილისში აანონსებს, როგორც თავად ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, რომ ყოველ საღამოს საქართველოს თბილისში სანქცირებულ საპროტესტო აქციას დანიშნავს. თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძეა მერი. ამათ ხო გაედოთ ბაირამ დუდუქში. მერე გამოვა კუპრაძე და იტყვის მეორე დღეს, რომ აბა მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე მუნიციპალური სამსახურები ოიფიცებია. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ლელო არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ზუსტად იგივე დღის წესრიგი, რაც ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის არეულობა, ქაოსი, დესტრუქცია და იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებს რაიმე კონკრეტული დაპირებები შესთავაზონ, ისინი ახლა სწორედ ქაოსს აანონსებენ დედაქალაქში. ზალა ცდილობს რომ საზოგადოებას უკვე შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, უნდა დაიწყოს გაფიცვები, იქ გაჟღერდა კიდე რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშეო არასანქცირებულ ან ფაქტობრივად სანქციას გავცებ ნებისმიერი მიტინგის ჩატარებაზე, ხო ჩანს აქ ძალიან კარგად, რომ არათუ არასახელმწიფოებრივი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული ძალები თავმოყრილი ეს ხაზარაძე ჯაფარიძის ტყავის გადასარჩენად თავის დროზე შექმნილ პარტიაში ქვეყნის და დედაქალაქის წინსვლაზე განვითარებას კი არა, აქ ქაოსის მოწყობას და ქვეყანასთვის უბედურებას სურთ და როგორც ეს 2012 წლიდან დღემდე არასდროს გამოსვლიეთ ნაციონალურ მოძრაობას კოლექტიურ ნაცმოდს, ისე არ გამოვაოთ დღესაც. ერთი მეორეზე უფრო აბსურდული განცხადებები გვესმის, მათ შორის რომელიც იფუთება როგორც ერთგვარი წინასაარჩევნო დაპირებები, აქ გასაგებია ამ ადამიანებს, მათ შორის ლელო გახარიას კოალიციას, მათ მერობის კანდიდატს და ზოგადად ამ გუნდს ბუნებრივი არ აქვს არც სათანადო კომპეტენცია, არც პროფესიონალიზმი, არც გამოცდილება იმისათვის, რომ საზოგადოებას დაპირდნენ რაღაც რეალურს და ამის საპირისპიროდ ისინი ისევ და ისევ თავის დაპირებებში ახმოვანებენ ისეთ გზავნილებს, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება გამოისახოს ამ ქალაქის პარალიზებაში. ქაოსი დედაქალაქის ქუჩებში, ეს არის ლელოს წინასაარჩევნო დაპირება. მადლობა, ეს მეგინ არსავიძე იყო. პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. პენსია შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. მონაცემების შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პენსიის გაცემა აღარ შეჩერდება და სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს აი ამ უზუსტობის გამოსწორებას. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემთა ბაზებში ერთმანეთს ემთხვევა პენსიონერის პირადი ნომერი, ასევე მისი დაბადების წელი და თვე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიახლე ყოველთვიურად დაახლოებით 1000-მდე პენსიონერს შეეხება და გაუმარტივებს მათ პენსიის მიღების პროცესს.
გამყოფ ხასთან მცხოვრები სტუდენტების 2025-26 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება, ასევე ზამთარში ფინანსური დახმარება გაეწევა მოსახლეობას. გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის რიგით 29 სხდომაზე მიიღეს. ამავე სხდომაზე მოისმინეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზრალებული მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. განვიხილეთ საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათი შემდგომი გადაჭრის გზები. ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზის სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, ასევე 2025-26 წლებში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსების თაობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ დაფინანსება გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა 2025-26 წელსაც იმ დათქმით, რომ მოხდება დაფინანსება 2250 ლარისა, ანუ გრანტის სრული ოდენობისა, მაგრამ პირობა გახლავთ ის, რომ 3 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ შესაბამის ტერიტორიაზე, ასევე სწავლობდნენ შესაბამის ტერიტორიაზე, ხოლო რეგისტრაციები დაიწყება არსებულ პორტალზე. განათლების მინისტრმა სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა, ადგილობრივი მეცნიერების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაბათის ციხეში ასევე ჩატარდა მეცნიერების ფესტივალი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს. ქონდა შესაძლებლობა მადლობა გადაგვეხადა და ჩვენი მადლიერებისა და პატივისცემის გზნობა გამოგვეხატა ახალციხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებისადმი იმ მართლაც დაუღალავი შრომისათვის, რომელიც მათ 10 წლეულების განმავლობაში არაერთი თაობის აღზრდაში განახორციელეს და კვლავაც ერთგულად ზრდიან ჩვენ მომავალ თაობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატთან ერთად ბათუმში თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მათი პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ საკითხების შესწავლის შემდეგ პრობლემების მოგვარება აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში უმოკლეს დროში დაიწყება. აფხაზეთის მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება ერთგუნდად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული დევნილი უფრო მეტ ყურადღებას ითმოს და მხარდაჭერას გრძნობდეს ჩვენგან და მტკიცეთ გვჯერა იმისა, რომ სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად და თითოეული დევნილი, მათ შორის მეც აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენს მიწაწყალზე აფხაზეთში. კოსტუმრა მერობის კანდიდატი და ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. გავაცანით ჩვენი პრობლემები, ჩვენ გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს ისინი შეასრულებენ. აჭარის კულტურის მინისტრი უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების საჯარო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარების მინისტრებს შეხვდა. ასევე შეხვედრები გაიმართა უნგრეთის ეროვნული თეატრისა და ფილარმონიის ხელმძღვანელებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრებზე საქართველოს-უნგრეთს შორის კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა ქალაქის მერებთან შეხვედრა, ასევე ბატონ ნავრაჩიჩთან გავეცანით, როგორ შეიძლება იმართოს კულტურის სფეროს მენეჯმენტი. მათი გამოცდილება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული მეგობრობა ეხლა უკვე იქნება რეგიონის კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ ჭრილში. 14 საათზე დავბრუნდებით დროებით.